საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან მე თამარ გორხელაშვილი მოგესალმებით და გაგაცნობთ დღის ახალ ამბებს. ახლა კი ვნახოთ ანონსი. განცხადებას გავაკეთებ, დამაცადეთ თუ შეიძლება. საკრებულოს ხდომამ გურჯაანში ისევ ხმაური ჩაიარა. რა არა თქმევინეს ლეიბორის დეპუტატს და რას აპროტესტებენ თავისუფალი დემოკრატები. ერთი ქიში გავუკეთე, ეს იყო მეორე ქიში. მესამე იქნება ზეცკი მატი. ისე გამოდის, რომ ძაღლი ყებს, ხარავანი მიდის. გურჯაანში IP-ების ოპტიმიზაცია დაიწყო, რომელიც სამსახურები გაერთიანდება და მოხდება თუ არა თანამშრომელთა შემცირება. ოპტიმიზაცია ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ პროცენტულად სამუშაო ძალის შემცირებას. რატო მაინდა-მაინც ეს ორი? აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითის ხდომა კახეთში, რაზე იმსჯელეს კანონმდებლებმა ფერმერებთან ერთად. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პრობლემაა და ყველა თავის პრობლემას დაახენებს. ჩვენი კანონმდებლობა გვინდა რომ შეესაბამებოდეს ევროპულ კანონმდებლობას. ბუნებრივი აირისა და საუბნო გზების პრობლემები ჯიმიტში, ხელისუფლებას დაპირებების შესრულებას თხოვენ. გათავდება გაზი ბალონი, ისო მოიტას, ისო წაიღებს და თვალებაში თვითფენი დღელი. ჩაქმებით გამოვდიოდი მთელი ერთი წელიწადი შვიდო. ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე, ავარიას 2 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. სამშაბათ მიდიოდა თურქეთში. გურჯაანის გამგეობამ 8 მგლის მოკლის ნებართვა მიიღო. ვის ექნება ამის უფლება? ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. კამათის საკრებულოს ხდომაზე და განაწყენებული ლეიბორისტი დეპუტატი ზურაბ სეფიაშვილმა საკითხების განხილვამდე სიტყვა ითხოვა, თუმცა კოლეგებმა ამის საშუალება არ მისცეს. ლეიბორისტს ეს იმდენად ეწყინა, რომ ხდომა დატოვა შემდეგი საკრებულოს ხდომაზე გამგებლის მოადგილე ორჯერ გამოიძახეს. ხმაურიანი სესიის დეტალები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. საკრებულოს ხდომა თავმჯდომარემ გუშინდელი დღესასწაულის მილოცვით დაიწყო. განცხადებას გავაკეთებ, დამაცადეთ. ლეიბორის დეპუტატსაც უნდა და სესიის დაწყება თავისი განცხადებით, თუმცა სათქმელი სესიის ბოლოს გადაუდეს. შეურაცხყოფილმა იქაურობა დატოვა, თუმცა ის რაც შიგნით არ ათქმევინეს, გარეთ თქვა. მაინტერესებს კონკრეტულად აიახლა ეს პრემიები ვინ აიღეს, რა ხალხმა რა თანხა იყო, ერთი ქიში გავუკეთე, ეს იყო მეორე ქიში. მესამე იქნება ზეცკი მატი. ამასობაში კი დეპუტატებს დღის წესრიგში კარგი ამბავი დახვდათ. რამდენიმე თვით 60 ლარით შემცირებული ენაზღაურება გაუზარდეს და ყოველთვიურად 240-ის ნაცვლად კვლავ 300 ლარს დაურიცხავენ. ამ საკითხზე თანხმობის ნიშნად ხელისაწევა რატომღაც უმეტესობას მოერიდა. ამიტომ უხერხულობა რომ არ გამოიწვია, დამტკიცებულად ისე ჩათვალეს, მათი ხმები აღარავის გადაუთვლია. 500.000 რა შეჭირდება, ვერ გავიგე, არ ვიცი, რაღაცა გაურკვევლო. დეპუტატები დაინტერესდნენ და იკამათეს რა შესჭირდება 9 მილიონი ჯიმიტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რატომ არ კეთდება შიდა საუბნო გზები და რატომ არ გვარდება მაწანწალა ძაღლების პრობლემა. ხალხის ხმა აქ ვინც ხედავთ, მაჟორიტარები, ხალხის ხმა არავის არ გესმით. არ გესმით მე. გესმით გუბერნატორის ხმა. ხალხის ხმა მე უნდა ამ საკითხების გასარკვევად ორჯერ ჩამოიყვანეს კაბინეტიდან გამგებლის მოადგილე და მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ. მოითხოვეს რომ ამიერიდან ნებისმიერი საკითხის გარკვევისას სესიაზე დასასწრებად დარგის კურატორმა ან გამგებელმაც მოიცალოს. ესწრებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან დარგის ხელმძღვანელი, რომელსაც შეიძლება ან მიიღოს რამე შენიშვნა და გაითვალისწინოს, ან კიდევ გაცეთ პასუხები. ეს ხდება. ან გამგებლის, ან კიდევ დაუშვათ რომელიმე დარგის მოადგილე კურატორის. თავისუფალი დემოკრატები კი სესიიდან სტიმულ-დაკარგულები გამოვიდნენ და მართვა გუნდს უუნარო უწოდეს. კარგება უკვე სტიმული იმისა, რომ ისე გამოდის, რომ ძაღლი ყებს, ხარავანი მიდის. უაზრობაა უკვე ჩემი ეს ბრძოლაც, ეს ჩხუბიც, უნარობს. ეს ნაციონალური მოძრაობის სლოგანია და სლოგანი რაშუაშია ნაციონალური მოიხავ, ვინც საწინააღმდეგო სიტყვის ყველა ნაციონალური მოძრაობის მომხრე კი არ არის. ფოტოსიმონს უპასუხებთ რომ უნარობა რას გულისხმობს მე არ ვიცი, თუმცა ქართული ოცნება აკეთებს მაქსიმუმს იმის არის გაკეთებაც შეიძლება არსებულ სიტუაციაში და რა ვიცი ახლა უნარიანს რას გულისხმობს ბატონი სიმონი მე არ მინდა დავიცი. ზოგი იყო აჟიტირებული, ზოგი არგუმენტირებული. ვინ იყო აჟიტირებული? სახელსა და გვაროს დამასახელებინებთ. მართალია დღეს ლეიბორისტი დეპუტატი უთქმელად და განაწყენებული გაუშვეს, მაგრამ მან ამბავი დატოვა, რომ მომავალ სესიაზეც კვლავ გამოიცხადება და იქამდე არ მოასვენებს გამგეობას, სანამ სიას არ მიაწვდიან, ვინ რამდენი პრემია აიღო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ოპტიმიზაციას იწყებს. პირველ ეტაპზე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებების შერწყვა მოხდება და ერთ სამსახურად ჩამოყალიბდება. აღნიშნულ IP-ებში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ თანხმობა გურჯაანის საკრებულომ გამგებელს დღეს მისცა. როგორც სესიაზე გაირკვა, არ არის გამორიცხული პროცესის შედეგად თანამშრომელთა შემცირებები მოხდეს. დღეისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში 21 IP მუშაობს საკითხს დეპუტატების მხრიდან შეკითხვები მოხდა. რა თქმა უნდა მივესალმები მე პირადად და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ უბრალოდ კითხვა მაქვს, რატო მაინდა-მაინც ეს ორი? და დაუხვათ რატო არა დაუხვათ მასთან ერთად კიდე მონათესავე ეს რო ვეძახი ჩვენ დარგების IP-ებიც რატო არ ერთიანდება რა? არა, ბატონო, გასაგებია, მაგრამ ბარემღა თუ აკეთებ, ხო ერთიანად გააკეთე ხო ეს პროცესი? ეს ორი ავარჩიეთ და ერთმანეთთან შერწყმა მიზანში სწორად მივიჩნიეთ, მათი ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, თუ გინდა წამიკითხავთ ამ ჩვენ წარმოადგენელი გვაქვს ახალი წესების ნიმუშიც, ჩვენ მოგახსენებთ რომ ბიბლიოთეკაც საცავი არის, მუზეუმებიც საცავი არის და ფუნქციები რომ წავიკითხოთ, მსგავსი არის შინაარსის და შესაძლებელია და ამოვარდნილი არ არის მიზნებიდან ფუნქციებიდან და არ აქვს განსხვავებული ფუნქციები. ჩვენ განმარტებით ვართ ვიწერე რომ ვაკეთებთ ოპტიმიზაციის მიზნით, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, ოპტიმიზაცია ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ პროცენტულად სამუშაო ძალის შემცირებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს ავტომატურად რომ უნდა შემცირდეს მისი სუბსიდირება და მისი დაფინანსება. დღეს ნიკოლოზობა მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების ამირონიდან ქალაქ ბარში გადმოსვენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება. ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონისტის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად. მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მას ქართული ეკლესიაში ავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. წმინდა ნიკოლოზი უდიდესი მამაა, ჩვენი ქართველი ერის მფარველია, როგორც ჩვენ უწმინდესმა ჩააბარა და გამოითხოვა მისგან ლოცვა კურთხევა, რომ ჩვენ ერისთვის მფარველობა გაეწია და მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის თანამედროვეულად სამაგალითოა მისი სარწმუნოება, მისი ცხოვრება, მისი ღვაწლი დედა ეკლესიის წიაღში, წინაშე და მისი რწმენა, რა თქმა უნდა, და ღმერთმა დავლოცოს, ღმერთმა წყალობა და მადლი მოგცეთ და მისეს ყველა ჩვენი ეპარქიის სრულიაშვილს და ღმერთმა გააძლიეროს და წმინდა ნიკოლოზის მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა კახეთში კანონმდებლებმა ფერმერებთან ერთად სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს. სამელიორაციო სისტემის მოწესრიგება, სასოფლო სამეურნეო მიწების დაკანონება და დოლარის კურსით აღებულ ზესხებზე შეღავათები. ეს კი იმ პრობლემატური საკითხების ჩამონათვალია, რომლის მოგვარებაც ფერმერებმა აგრარული კომიტეტის წევრებს დღეს თელავში გამართულ შეხვედრაზე სთხოვეს. შეხვედრას ჩვენი კორესპონდენტი ეთერ თეთრაძე ესწრებოდა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს თელავის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას პარლამენტარების გარდა კახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, დარგის სპეციალისტები და ფერმერები დაესწრნენ. კომიტეტის წევრებმა მათ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები გააცნეს. ამჟამად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, ფაქტიურად დასრულდა დასრულების ფაზაზია. ამის შედეგები როგორი გვაქვს ჩვენ, ასევე მელიორაციის საკითხები არის ძალიან აქტუალური, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით მელიორაციის კუთხით და კონკრეტულ რაიონში თუ რა პრობლემა გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვენი ძირითადი მიზეზი აქ ჩამოსვლის. მას შემდეგ, რაც პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ფერმერებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს რამდენიმე საკითხის მოგვარებას თხოვეს. მათ შორის სამელიორაციო სისტემის მოწესრიგება, სასოფლო სამეურნეო მიწების დაკანონება და დოლარის კურსით აღებულ ზესხებზე შეღავათები. ყველაზე დიდი პრობლემა დედოფლის წყაროს რაიონში ეს არის გაუდაბნოების პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს. და გაუდაბნოებას თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთადერთი საშუალებაა დაუპირისპირდე მელიორაციით. გაწყლოვანება უნდა მოხდეს და ალბათ ეს საკითხი დადგება, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს მელიორაციას. აი მაგალითად ჩვენ გადავწყვიტეთ 10 ადამიანმა კოოპერატივის ჩამოყალიბება. მიდგა საქმე მიწის დარეგისტრირებაზე. ესე იგი შუამდე მივიყვანეთ საქმე, მაგრამ იმდენი პრობლემა შეიქმნა, ანუ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რომელსაც უნდა კანონის თანახმად
12 სამუშაო დღე და სულ 43 ლარი გაგვეწელა 6 თვე და 500 ლარი დავხარჯეთ. მე უკვე ესე იგი თავი გავარდეთ. ანუ ყველაფერი კარგად არის, ეს საკითხია მოსაგვარებელი აუცილებლად. აღებული გვაქვს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამით $460,000. ძალიან კარგია, კი ბატონო, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა ის, რომ ეს $460,000 გაგვიძურდა $260,000 ლარი. ხონა არის, რომ რა ვიცი, სახელმწიფო მიიღოს რაღაცა ზომები, ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ეს კერძო პირები ან კერძო სტრუქტურებისაც აქვს აღებული ვალი ამერიკულ დოლარში, ანუ რაღაც გადახედვა. ფერმერების შეკითხვებს აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ არსებული სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ლარის კურსს, მისი გამყარება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ისეთ რეგიონებს, სადაც არ ყოფილა სარწყავი სისტემები არასდროს, მან უკვე სხვა მიდგომა გვაქვს, ჩვენ სხვადასხვა სპეციალისტების დახმარებით ვიკვლევთ რა შესაძლებლობები, რა პოტენციალი არსებობს და ვფიქრობ, რომ მივიღებთ გარკვეულ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს. იუსტიციის სამინისტროს აქვს შერჩეული რამოდენიმე რეგიონი ახორციელებს საპილოტე პროგრამას, გარკვეულ რეგიონში არეგისტრირებს მიწებს, რომ შეიმუშაოს შემდგომში ის მეთოდოლოგია, ის სპეციფიკა, რაც უკვე რის შედეგადაც უკვე სრულფასოვანი და სრულყოფილი გახდება მიწების რეგისტრაცია. შეხვედრა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიელაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია. ჩვენ მოწვეული გვყავს ფერმერები და ფერმერებს უშუალოდ შეეძლებათ დაუშვან ის კითხვები და ის პრობლემები, რაც რეგიონში რეალურად არსებობს. იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს ამ პრობლემების ამოქმედის მიზნით. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები გასვლით სხდომებს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ. ბუნებრივი აირისა და საუბნო გზების პრობლემები ჯიმიტში ხელისუფლებას დაპირებების შესრულებას თხოვენ. გათავდება გაზი ბალონი, ისო მოიტას, ისო წაიღებს და ამ თვალებაში თვითონი დღედი. ჩექმებით გამოვდიოდი მთელი ერთი წელიწადი, შვიდო. ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამშაბათ მიდიოდი თურქეთში. გურჯაანის გამგეობამ 8 მგლის მოკლის ნებართვა მიიღო. ვის ექნება ამის უფლება? ბუნებრივი აირისა და საუბნო გზების პრობლემები ჯიმიტში სოფელში ხელისუფლებას დაპირებების შესრულებას თხოვენ. შიდა საუბნო გზები კი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ წვიმიან ამითში გადაადგილება შეუძლებელია. იგეგმება თუ არა სოფელში პრობლემების მოგვარება, ამით დღეს ჩვენი კორესპონდენტი ვერა იაშვილი დაინტერესდა. გათავდება გაზი ბალონი, ისო მოიტას, ისო წაიღებს და ამ თვალებაში თვითონი დღედი. გაზი არა გვაქვს. ჟუჟუნა მღებრიშვილი გოგოჩაურის უბანში ცხოვრობს. მას ყველაზე მეტად დღეს ბუნებრივი აირის პრობლემა აწუხებს. ამბობს, რომ სადილს გაზის ბალონზე ამზადებს და ხშირად შეშის ღუმელის ანთებაც უწევს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ გამითავდი. ჩემი შვილი მდეცეცდება, რომ მამიწადოს ბალონი, რომ დაწეთულო მეს ვამუშავე ეს გაზი. და მე თვალ გვექნება, მე ფეჩვანთებ შეშაზე. იმით ვაკეთებ საჭმელს. მის მსგავსად ბუნებრივი აირის პრობლემა ამ უბნის სხვა მაცხოვრებლებსაც აქვთ. მათი ინფორმაციით ჯიმითის დანარჩენი უბნები უკვე გაზიფიცირებულია. ისინი კი კვლავ დაპირების იმედად არიან. ამბობენ, რომ გაზის ბალონების დასატვირთად გურჯაანში და ჩალაუბანში მიდიან, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია. პირდებიან, მაგრამ ნახევარსოფელში გაიყვანეს, ნახევარში არ არის. ფაქტობრივად აი აქ თუ ზემოთ უბანში არის, აი აქ აქამდე მოდის, მაგრამ აქეთ კი აღარ არის. ნახევარსოფელში არ არის რა. გაზი არა მაქვს, ვიტანჯები ყურებში დავდივარ და რომ საჭმელი გავიკეთო, შეშა მოვიტანო და ბავშვი დავანართულო ეგრე. ხან ფეჩზე ვაკეთებთ, ხან გაზზე პატარა გაზი გვაქვს, იმაზე ვაკეთებთ და ხან რა ვიცი, იქით უბანში აქვს, მაგრამ ამ ჩვენ უბანში საერთოდ ჯიმიტში არ არის, 10%-ია მეტი არ არის. ჩვენი პირველი პრობლემა არის გაზი, რაც ძალიან გვაწუხებს სოფელს. ძალიან მწვალობთ. ბალონებს გვინდა წავიღოთ, დავტენოთ. დღევანდელ ცხოვრებაში არის სოფელი სადმე, სადაც გაზი არ არის. აქ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გარდა კიდევ ერთი გზების პრობლემაც აწუხებს. ისინი შიდა საუბნო გზის მოხრეშას ითხოვენ, რადგან როგორც ამბობენ, წვიმიან ამინდში ტალახის გამო გადაადგილება უჭირთ. გზა კი ჯიმითის მხოლოდ ცენტრალურ უბნებში არის მოასფალტებული. ჩექმებით გამოვდიოდი მთელი ერთი წელიწადი, შვიდო.
ერთი წელიწადი ჩექმებით. აი ეგ მეყარა ფლოსები და მე გამოვდიოდი ფლოსებით. სულ ყველგან მოხრეშე და ეს 7-8 კომლი ამ სოფელ არ ვეკუთვნით. რატო აქ აღარ მოხრეშა? აი ეგზები ზოგან არის, ზოგან არ არის. რა ვქნათ? ეგრე შეიძლება ეგეც ცხოვრება შეიძლება? არ შეიძლება. ცოტა მოვხედო, ცოტა გადმოვხედო. სოფელ ჯიმიჩი გამგებლის წარმომადგენლის ავთანდილ შიშნიაშვილის თქმით, ამჯერად ბუნებრივი აირის სოფლის მხოლოდ 40%-ს მიეწოდება. დარჩენილი უბნების დაფარვა კი წლის ბოლომდე მოხდება. შიდა საუბნო გზების მოხრეშას კი სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხით აპირებენ. გაზთან დაკავშირებით დიდი ხანი არის სოფელში პრობლემა. შეგვირდნენ 2 წლის უკან, 3 წლის უკან. ძველი მთავრობა რომ უცებ არჩევნებამდე და აღარ გაგვიკეთეს და ახლა დღეს მდგომარეობით ასე არის რომ შეპირებული არის კერძო კომპანია სოკარი ამ წელში აუცილებლად უნდა დაასრულონ გაზიფიცირება სოფელ ჯიმიჩში. გოგოჩაურის უბნელები დახმარების მოლოდინში არიან, თუმცა მათი პრობლემა დროულად თუ არ მოგვარდა, ისინი ხელმოწერებით გურჯაანის გამგებელთან მისვლას აპირებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული 3 მგზავრის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს რაიონულზე ავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა სოფელ პალდოში მოხდა. ოპელისა და ტოიოტას მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ოპელში მჯდომი 2 ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები სოფელ ყარაჯალიდან იყვნენ, ისინი თურქეთში სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ. ავტოავარიის მიზეზი სავარაუდოდ გაჯაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ზოგიერთი დავინახეთ მიცხოვრებელი იყო მივეშველეთ და არაფერი არ ვიცი. 5 დღისიდან თელავიდან მოდიოდნენ სამშაბათ მიდიოდნენ თურქეთში და ტაქსით მიდიოდნენ და მოხდა შემთხვევა და ახლა გამოძიება დააყენა. ორი დაიღუპა. მესამე ძიმეთ არის. განაჩენი არაფერი არ მომიდა. როგორც ამბობენ ტაქსი. თელავიდან მოვდივარდა რომ შევნიშნე ესეთი სიტუაცია შევაჩერე მანქანა. ერთი მეორეს დაეჯახონ და ზუსტი ინფორმაცია არაფერს ვერ გეტყვი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან 8 მგლის ლიკვიდაციის ნებართვა მიიღო. მტაცებლის მოკლის უფლება მხოლოდ იარაღის ტარების უფლების მქონე იმ პირს ექნება, ვისთანაც გამგეობა ხელშეკრულებას გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ მგელმა ქალაქ გურჯაანში დასახლებულ პუნქტთან ახლოს ძროხა დაგლიჯა. მტაცებლების შემოსევის ფაქტებზე საუბრობენ ჭერემსა და რაიონის სხვა სოფლებშიც. შარშან ქონდა 10 მგლის ამოღება, რომელიც წელს 30 მარტის მდგომარეობით იყო ნებართვა და მოკლული იყო 200 ლარი იყო დარჩენილი იქიდან სარეზერვოდან ელექტროლიზზე რომ გადავედით, სარეზერვო ფონდის ხედვა არ აქვს ხაზინას და ამიტომ ცალკე კოდი სოფლის მეურნეობა მეთევზეობა და მონადირეობა ასეთი კოდი დაემატა და იქ გადმოვიდა ის 200 ლარი და პლუს 400 ლარი დავამატეთ კიდე სულ 600 ლარით გაიზარდა, იმიტომ რომ 8 მგელზე ისევ გვაქვს თანხმობა. გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება კახეთო ჩემო კახეთო გაიმართა. მასში მონაწილეობა ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ბიბლიოთეკის მკითხველებმა მიიღეს. საღამოზე ბავშვებმა მხატვრული ნომრები მშობლიურ მხარეს მიუწვეს. მისი ისტორია მიმოიხილეს და კახეთში დაბადებული საზოგადო მოღვაწეებიც გაეხსენეს. ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით მათი მიზანი კახეთის პოპულარიზაციაა. მონაწილენი არიან ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა მიზანს წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი კახეთის ისტორიის გახსენება. ჩვენი მიზანი არის რომ პირველ რიგში ჩვენ ვასახელებთ ჩვენი სკოლა. კახეთზე რახამ ჩვენ კახეთში ვცხოვრობთ, მინდა რომ კახეთი სიყვარული გამოხატოთ ამ ღონისძიებით ჩვენ. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონში გარეთ ვითარდებოდა. ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ოფიციალურ გახსნამდე სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ოფიციალური გახსნის ცერემონიამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.
გერმანია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მოკლე დროში განახორციელა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს პრიტ ტურკს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ჩვენ დაახლოებით 25 სხვადასხვა პროექტი გვაქვს ესტონეთთან ორმხრივ ურთიერთობებში თავდაცვის სამინისტროს და მათი დახმარება ფასდაუდებელია, თუმცა ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართული და დღეს ერთ-ერთ ასეთ ახალ პროექტზე ვისაუბრეთ კიდეც. ესტონეთი მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წამყვანი და მთავარი ქვეყანა გამჭვირვალეობის, სამთავრო დაწესებულებების ღიაობის თვალსაზრისით და მე ვთხოვ ელჩს რომ ამ მხრივ გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო როგორ მუშაობს ამ მიმართულებით. Yes, indeed, we discussed with the minister our თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ესტონეთსა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონულ და ევროპის უსაფრთხოების გარემოზე. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ყველაზე ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გამოცდილებას უზიარებთ შეიარაღებული ძალების რეფორმირების კუთხით. ვატარებთ ერთობლივ ტრენინგებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამ მიმართულებით ესტონელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში უწევენ დახმარებას. რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 120 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. ხელშეკრულების ფარგლებში ორ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანხა კერძო და საჯარო სექტორში პროგრამული განვითარების პოლიტიკის განვითარებისათვის დაიხარჯება. რომელიც საბოლოო ჯამში არის 120 მილიონ დოლარის მოცულობის, მოხმარდება ორ სფეროს, ეს არის საჯარო სექტორს და კერძო სექტორს. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად ეს თანხა მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში და ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის და ასე შემდეგ მიმართულებებით, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მივახციეთ ისეთ შედეგს, რომლის შედეგად მართლა საქართველოსთვის ხელსაყრელი რეფორმები იქნება განხორციელებული ძალიან ბევრ სფეროში. ეს მოიცავს როგორც ინვესტორთა საბჭოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგის კიდევ უფრო კარგად წარმართვას, ხელს შეუწყობს შესყიდვების კანონმდებლობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების საწარმოების განვითარებისათვის შესაბამისი ჩარჩო კანონმდებლობის შექმნას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. ინდოელი ექიმბაშის შოკის მომგვრელი მეთოდი. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ორივე მხარეს დაკავებულების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებებში წამებასა და მკვლელობაშია დანაშაულებს. BBC-ს ცნობით საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით ორივე მხარე ტყვეებს სერიოზულ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მათ აწამებენ ელექტროშოკებით, სცემენ ცივი იარაღი ჭრილობებს აყენებენ, გამუდმებით აშინებენ და მათ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ახალი პირი ჩეჩენი რუსლან მუჰადინოვი გამოჩნდა. ამის შესახებ კომერსანტი იტყობინება. გამოძიების ცნობით სწორედ მუჰადინოვი მართავდა იმ ავტომობილს, რომლიდანაც ნემცოვს ესროლეს. გავრცელებული ცნობით ამ ეტაპზე გამოძიება ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა აღნიშნული პირი ის ადამიანი, რომელსაც მკვლელობაში მთავარი ბრალდებული ზაურ დადაევი პირველ ჩვენებაში ახსენებს. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს ხამე კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.
საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რეგიონში მსდებარე ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როიტერის ცნობით თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რიცხვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა, მეჩეთში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულებისა ავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ახლა კი საინტერესო ამბავი, რომელიც პალიტრატივი გავრცელა. ინტერნეტში შოკის მომგვრელი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, როგორ აიძულებს ინდოელი ექიმბაში 2 დღის ბავშვს ფეხზე დგომას და სიარულს. კორნელობის ამ მეთოდს ის იმისთვის მიმართავს, რომ ჩვილს მაღალი სიცხე დაუგდოს. მშობლებმა ბავშვი 50 წლის ექიმბაშს თავისი სურვილით მიუყვანეს. ქალმა პატარა გააშიშლა და შემდეგ ეს უცნაური რიტუალი ჩაატარა. ნიკიტას ახალ სერიაში მთავარი გმირი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გადარჩენას ცდილობს. გამოშვებაში ასევე ნახავთ. ქართველი ლეგიონერის კიდევ ერთი წარმატება ჰოლანდიის ჩემპიონატში. და ბოლოს დღის სხვა ამბები. ინტერნეტ საიტებზე პოპულარული სერიალის ნიკიტას ახალი სერიები გამოჩნდა. ერთ-ერთ სერიაში ნიკიტა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გადარჩენას ცდილობს. ფილმის სერიალების სტილში საბოლოოდ კეთილი ძალების გამარჯვებით სრულდება. 26 ივნისს რეჟისორ ბოაზ იაკინის სათავგადასავლო ფილმი „მაქს“ გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს რობი ამელი, ლორენ გრეჰამი, ჯეი ჰერნანდესი და სხვები ასრულებენ. ძაღლს, რომელიც ავღანეთში ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამერიკაში აბრუნებენ. მას შემდეგ, რაც მისი მეთვალყურე ჯარისკაცი კვდება, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ტრავმირებული ძაღლის დატოვებას გადაწყვეტს, რის შემდეგაც მისი ახალი თავგადასავალი იწყება. ჰოლანდიის ჩემპიონატში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ვიტესმა ნახევარფინალის პირველ მატჩში ზვოლეს 2-1 ძლია. 74 წუთზე გამარჯვების გოლი ვაგო ყაზაიშვილმა გაიტანა. უმაღლეს დივიზიონში კი კოოტეპე ჰიპს დაუპირისპირდა და 1-2 დაამარცხა. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულდა. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.